მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში არაერთი ასეთი შინაარსის პოსტი გაჩნდა, სადაც მოქალაქეები ინსულინის დეფიციტზე ჩიოდნენ, ჯანდაცვის მინისტრს განმარტებების გაკეთება მოუწია. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროტოკოლში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც მომწოდებელმა დანიურმა კომპანიამ ხელშეკრულება ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია და დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი ნოვორაპიდი გასცა, რის გამოც მკურნალობა ფრანგული კომპანიის მიერ გერმანიაში წარმოებული მედიკამენტით აპიდრათი გრძელდება. მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ პაციენტების მშობლები წინასწარ ინფორმირებული იყვნენ. რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში. ყველა ადამიანი საქართველოში, მათ შორის და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვები სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის Sanofi Aventis-ის წარმოებული, უბრალოდ ეს გერმანიაში იწარმოება, სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში. მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება ვიმეორებ არ არის შესრულებული. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქციის მიმართ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ რაიმე ხისტი გადაწყვეტილება. კომპანია Novo Nordisk მედიკამენტით 160 ქვეყანას ამარაგებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ პრობლემა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც შეექმნათ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარღვევა კი გლობალურად გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. კომპანია არ იყო მზად ამხელა მოთხოვნისთვის, ანუ გლობალურად პანდემიის მერე ჩვენ გვიჭირს მსოფლიო ბაზრის ნახევარზე მეტს ამარაგებს ინსულინით და ვერ აუდიან ქარხნები წარმოებას. ეს არ ხდება მარტო საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყანაც, ასე ვთქვათ, იგივე დღეშია 20 ნოემბრისთვის პრეპარატი უკვე უნდა იყოს ქვეყანაში. ექიმების თქმით, პრეპარატის ცვლილება პაციენტის მხრიდან თვითდაკვირვებისა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ერთი პრეპარატის მეორით შეცვლა კი არანაირ რისკებს არ უკავშირდება. ორივე პრეპარატი არის ეგრეთ წოდებული სწრაფი მოქმედების პრეპარატები, ორივე არის უმაღლესი ხარისხის. ერთი ტიპის ინსულინი, რომ შეიძლება იმავე ჯგუფის, მასთან ძალიან ახლო მდგომი მეორე ტიპის ინსულინით, ცხადია, რომ ეს გადასვლა არის საყურადღებო, ის უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს გადასვლა როგორც წესი არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან. ახალი მედიკამენტი პაციენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. პრეპარატის ჩანაცვლებისა და პაციენტების მართვის პროცესზე ყველა ექიმი ინფორმირებული. სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმწიფო თანამშრომლობას მხოლოდ იმ კომპანიებთან გააგრძელებს, რომლებიც პაციენტების ინტერესებს ითვალისწინებენ.